შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო ისეთი დემოკრატია შექმნა საქართველოში. ვაჟახშალად განუყურებული ჩვენ მოცნებობდით ევროპასთან გაერთიანებას. ჩვენ ძალიან სწრაფად გავანახებთ ყველაზე ცოტა გაზის ფასს. ასევე ელექტროენერგია. იქნება საშუალება იაფი და იოლი ფულის. იაფი და უფასო ფულისაც კი თუ გნებავთ, ეს იქნება 10 წლიანი და 20 წლიანი. ესეთი დონის გადასახადები რაც საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეიძლება ამის განახევრება. თუ გნებავთ ელექტროენერგია საქართველოს აქვს ძალიან იაფი, ჩვენ ძალიან ბევრი ჰიდროელექტროსადგური გვაქვს და იქიდან იაფიდანი იაფათი წარმოება ელექტროენერგია. გაზ ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის გაზი გვეკუთვნის უფასოდ, რამდენადაც ეს ტრუბა გადის ჩვენს ტერიტორიაზე. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ ზღვარს. ცხადი ეს ზღვარი აღარ იქნება დამამცირებელი. პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე საარსებო მინიმუმია. დღე არის ტყუილების კასკადი, დაბალი გადასახადი ელექტროენერგიაზე, დაბალი გადასახადი საწვავზე, 100 ქარხანა, 4000 დღე, რომელიც ჩვენ თითოეულ ჩვენ მოქალაქეს ადგას ძალიან მძიმე, ესე ვთქვათ, სიმძიმე თავის მხრებზე, იმიტომ რომ არ არის სამუშაო ადგილი და არ არის არანაირი პერსპექტივა. თქვენ იცით, რომ ჩვენ სამი ძირითადი საკითხი წამოვაყენეთ ძალიან დიდ ილიას გზის გეგმაში, რომელშიც არის პრაქტიკულად ძალიან ბევრი საკითხები და რეფორმები გამოტანილი, მაგრამ დღეს სამზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის რუსული გავლენის შემცირება საქართველოში და ევროკავშირისკენ სწრაფი სვლა. მეორე ეს არის 1000 ლარიანი პენსია და მესამე ეს არის 200.000 სამუშაო ადგილის შექმნა. ჩვენ ვართ ის ადამიანები ძლიერ საქართველოში, რომელიც სიტყვას და საქმეს არასდროს არ უღალატებთ.